მაშინ ვსარგებლობ, როცა მაგვიანდება და ვხვდები, რომ ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ მოვასწრებ. საცობების გამო. და არ ვიცი, ალბათ დაახლოებით თვეში 4-5-ჯერ არ ვიცი, ყოველდღე არ დავდივარ. იშვიათად. ანუ მანქანით დავდივარ და მაგიტომ. ევრია უცხოელი მძღოლი შემოსული, რომელმაც გზა კი არა ქართული არ იცის. ხო, ეს კი. ხო, და ახლა ნუ დიდად ახლა სხვა რა გითხრათ, ახლა მანქანა გაფუჭებული არასდროს შემხედრია. კვირაში ალბათ 5 დღე მაინც მინიმუმ. უმეტესწილად გამოძახება. უფრო კომფორტული არის, გაჩერებით ცოტა რთული არის, იმიტომ რომ თანხაც უფრო მეტი არის და პლუს დროის ამბავშიც. მოძახების დროს უფრო დიდი პრობლემაა ხოლმე ლოკაციის არასწორად აღქმა. არ სარგებლობ ტაქსით. ახლოს მაქვს ყველაფერი და ძანჯრო როცა გავდივარ მაშინ კი. გამოძახებით. არის როცა გამიჩერებია ქუჩაში. ხშირად არა, მაგრამ როცა აუცილებლობა მოითხოვს, სხვა რა გზაა, ან თუ შემაგვიანდა ისეთი დროა, რომ საზოგადო ტრანსპორტში ვერ ხვდები ძულებული ვარ. საცობებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ საზოგადო ტრანსპორტს მაინც თავისი ხაზი აქვს. გამოყოფილი და მე მგონი უფრო შეფერხებით არ დადიან და უფრო მეტად მაინც მეტრო უფრო რა თქმა უნდა უპირატესია ამ ისე ტრანსპორტთან შედარებით. ძალიან ხშირად არა, მართალი გითხრა, მაგრამ ხმარობ ხოლმე ხანდახან. სისტემა შემიძლია ცოტა კრიტიკულად მივდგე სისტემას. იმიტომ რომ ურევს ხოლმე, იცი? ურევს ხოლმე და მძღოლები ყველა მხვდება ძალიან გულისხმიერი. რა ვიცი, ალბათ ასეც არის, ხა მარტო მე არ მხვდება. თითქმის ყოველ დღე. სახლში ახლა ისეთ ადგილას ვცხოვრობ, რომ აპლიკაცია უფრო ბევრად მოსახერხებელია. ხო, როცა ძალიან გვიანია და ან ახალი წელია, ან ასეთ დროს კი, მაგრამ ძირითადად უფრო მეტრო და ავტობუსი. და რატო? ძალიან სწრაფია, ძალიან მოხერხებულია და ძალიან კარგია.